რამიზეზით შეიჭრნენ და გაანადგურეს ამერიკელებმა ერაყი. რამიზეზით დახოცეს მათ მილიონობით ერაყელი. ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა გასცენ პასუხი ამ შეკითხვას. რატომ ერაყი? ბინ ლადენი რა ერაყელი იყო? არა, ის არ იყო ერაყელი. განა ერაყელებმა მოაწყვეს ნიუ-იორკში ტერორისტული თავდასხმა. არა, მათ ეს არ ჩაუდენიათ. განა პენტაგონს თავს ერაყელები დაესხნენ? არა. იყო თუ არა მასობრივი განადგურების იარაღი ერაყში? არა, იქ მსგავსი არაფერი ყოფილა. თუმცა რომც ყოფილიყო, განა პაკისტანს და ინდოეთს არ აქვთ ატომური ბომბები. ისევე როგორც ჩინეთს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს და ამერიკას. ეს ქვეყნებიც უნდა გავანადგუროთ? კარგი, მოდი ყველა ქვეყანა გავანადგუროთ, რომლებსაც მასობრივი განადგურების იარაღები აქვთ. არსებითად, ერაყში მოვიდა უცხო ძალა, მოახდინა ამ ქვეყნის ოკუპაცია და მისი პრეზიდენტი ჩამოახრჩო. ჩვენ კი გვერდიდან უყურებდით ამ მოვლენებს და ვიცინოდით, რატომ არავინ გამოიძიეს სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობის ამბავი. როგორ შეიძლება ტყვედ ჩავარდნილის ჩამოხრჩობა? ის არაბული ქვეყნის პრეზიდენტი და არაბული ქვეყნების ლიგის ერთ-ერთი წევრი იყო. მე არ განვიხილავ სადამ ჰუსეინის მიერ გატარებულ პოლიტიკას. მე მასთან მრავალი პოლიტიკური უთანხმოება მქონდა. ისევე როგორც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ერთმანეთთან. ვინც აქ ვიმყოფებით, არსებითად არაფერი გვაქვს საერთო გარდა ამ დარბაზისა. თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას თვალი დავხუჭოთ იმ ფაქტზე, რომ მთელი არაბული ლიდერშიპი სიკვდილით დასაჯეს. ჩვენ ამას გვერდიდან უყურებდით. რატომ? ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება გახდეს შემდეგი მსხვერპლი. დიახ, ეს ასეა. ამერიკა სადამ ჰუსეინთან ერთად ებრძოდა ხომეინის ირანში. ის ამერიკელების მეგობარი იყო. დიკ ჩეინის სადამის მეგობარი იყო. ისევე როგორც დონალდ რამსფელდი, ამერიკის თავდაცვის მომავალი მდივანი, რომელიც სადამ ჰუსეინის ახლო მეგობარი იყო. თუმცა საბოლოოდ მათ სადამს უღალატეს და საჯაროდ ჩამოახრჩეს. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ ამერიკა ჩვენი მეგობარია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სავსებით შესაძლებელია ამერიკელებმა ჩვენც ისე ჩამოგვახრჩონ, როგორც სადამი.